როგორია შეფასებები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ერთადერთი გზა იმ მიზნის მისაღწევად, რაც მათ საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს. ევროპული საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ქართულ ოცნებას საარჩევნო ყუთთან მოსახლეობის მიიყვანა გაუჭირდება. საპირისპირო ამტკიცებენ მმართველი გუნდის ადგილობრივი ლიდერები. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და მათი ბოიკოტი არჩევნების მიმართ არაფერს შეცვლის. რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, დათო რაზმაძე დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებში გაცილებით დიდი აქტივობა იქნება ამომრჩევლის, ვიდრე ეს 2021 წელს იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი 4 ოქტომბერს გაიმართება. როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს და ვიტყოდი, რომ რეჟიმის ტყვეები ყავს, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ ამ მთავრობის პირობებში ვიცით, რომ ისე მოხდება გაყალბებები, ისე იქნებიან კაპიტნები, ისე იგივე CSKO-ს თავმჯდომარე ყავს, ამიტომ გამორიცხულია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ხმები, ვიცით, რომ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ამიტომ ჯობს არ მიღება არჩევნებში მონაწილეობისა. ქართული ოცნების ამომრჩევლები არ მივლენ არჩევნებზე, იმიტომ რომ მათ გადაუხვიეს კურსი ევროპისაკენ და ვიცით, რომ მათი დევიზი იყო წინ ევროპისაკენ. ამიტომ მათ ეს დევიზი არ შეუსრულეს ამომრჩევლებს. მე ვფიქრობ, მოსახლეობასთან ჩვენი ანგარიშით წავდგებით და ამასთანავე მოვითხოვთ მათ მხარდაჭერას, რადგან მომავალ არჩევნებზე გვინდა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. არაფერი დასჭავდება, თუ მიიღებს, აიხლაც ხან მოდიან, ხან არ დადიან, ფაქტურად არაფერს არ აკეთებენ. ერთადერთი არის ლანძღვას უნდებიან. და მაგიტომაც მიიღეს ის კანონი, რომ აღარ შეიძლება აღარც სოციალურ ქსელში ლანძღვა და სწორედაც არის. ნუ რა წესია ეს ლანძღვა და უცენზურო სიტყვების ხმარება. არ ვიცი, სად გაიზარდა ეს ხალხი. ხალხი მოვა არჩევნებზე. აუცილებლად. აუცილებლად. მაგის გარანტიას გაცნობ, იმიტომ რომ თვითონ მოსახლეობა ძალიან მადლიერია, ძალიან ბევრი თემა გადაწყდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია და ზუსტად მაგიტომ უნდა მოვიდე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეს მუშაობა და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს მოსახლეობას უნდა.